მოგესალმებით, დღეს მინდა პრემიერ კობახიძის წერილთან დაკავშირებით ორი სიტყვა ვთქვა, მივესალმები ამ წერილს და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამ 30 წლის განმავლობაში, რაც ჩვენ ამერიკასთან ვითომ მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, არასდროს არ მომისმენია არც ერთი ხელისუფლებისგან ასეთი ღირსეული განცხადება. ამ წერილში მე ამოვიკითხე ის, რომ ამ წერილის ავტორი არის თავისუფალი დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფოს ლიდერი. აქამდე ყოველთვის ვასალობას ვიხვეწებოდით, ყოველთვის რაღაცა ხვეწნამუდარაში ვიყავით, ოღონდ რაღაცა დაგვავალეთ, ოღონდ რაღაცა გვითხარით და აი რასაც ვეტყვით, იმას ვიზავთ, ისე მოვიქცევით. და როგორც იქნა ვეღირსეთ იმას, რომ გვყავს ისეთი ხელისუფალი და ისეთი პრემიერი ამ ქვეყანაში, რომელმაც საქართველოს ღირსება დაუბრუნა. ღირსება დაუბრუნა სწორედ აი ამ წერილის შინაარსიდან და ფორმიდან გამომდინარე. რაც შეეხება ახლა საქართველოს და ამერიკის მეგობრობას, ხო? ეს იყო ერთი დიდი ტყუილი და ამ 30 წლის მანძილზე, რაც ვითომ მეგობრები ვართ, ქართველებმა და საქართველოს სახელმწიფომ ბევრად მეტი გაიგო ამ ეგრეთ წოდებული მეგობრობისთვის, ვიდრე ამერიკა. ქართველებმა და საქართველოს სახელმწიფომ გაიგო ყველაზე უფრო ძვირფასი, რაც კი რამე გააჩნია ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოს, ეს არის მისი ჯარისკაცი და მისი ჯარისკაცის სიცოცხლე და სწორედ ქართველი ჯარისკაცების სიცოცხლე და ჯანმრთელობა ეწირებოდა საქართველოს და ამერიკის ეგრეთ წოდებულ მეგობრობას და სანაცვლოდ მივიღეთ რა? რაღაცა გაურკვევლობა, გაუგებრობა და ამას რა თქმა უნდა მეგობრობა არასდროს არ ერქვა და არც დღეს არ ქვია. მიუხედავად იმისა, რომ პარტნიორობის ხელშეკრულებაც ქონდა გაფორმებული პარტნიორი სახელმწიფოც გვერქვა და მეგობარის გვერქვა, ამერიკამ 30 წელზე უფრო დიდი ხნის აი ამ ვითომ მეგობრობის მანძილზე არ გადადგა ნაბიჯი და ელემენტარული უვიზო მიმოსვლაც არ დაგვიწესა, რომ შეძლებოდა ქართველებს ჩასულიყვნენ და პატიოსნად ემუშავათ ამერიკაში და ორი კაპიკი რომ ეშოვათ, ამის საშუალებასაც არ გვაძლევენ დღემდე და ამერიკაში რომ მოხდეს ქართველი ყველაფერი უნდა გაკიდოს, რაც კი რამე გააჩნია. და ან ჩავა და ან ვერ ჩავა, მიუხედავად ამისა, მაინც. სწორედ ამიტომ ეს ყოველთვის იყო რაღაცა ფარისეულობა და ყოველთვის ჩვენ მეტს ვიღებდით ამ ვითომ მეგობრობისთვის, ვიდრე ამერიკელები და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ დასაკარგით აღარ გვაქვს, ჩვენ კიდე 30 წელი და არც 5 და არც 3 წელი არ გვაქვს იმისთვის, რომ კიდევ აი ესე უბრალოდ დავკარგოთ და რაღაცა გაუგებარ და არარსებულ მეგობრობას და პარტნიორობას შევწიროთ და საკმაოდ დროულია ეს წერილი და დროზე უნდა გამოვერკვეთ ჩვენ ქართველები და უნდა ვიცოდეთ, ვინ არის ჩვენი მეგობარი და ვინ არის ვითომ მეგობარი და ვისი იმედი უნდა გქონდეს და ვისი იმედი არ უნდა გქონდეს. ამერიკელები თავს იკლავენ და გაბრაზებული არიან იმაზე, რომ ჩინელები აშენებენ პორტს ანაკლიაში. კი, მაგრამ ვინ დაუშალა ამერიკელებს, რომ აეშენებინათ, რა ვიცი, ანაკლიაშიც და ფოჩიც და სადაც ხელს დაადებდნენ, იქ შეეძლოთ აეშენებინათ პორტიც და ნებისმიერი რამ, რაც მოესურვებოდათ გარდა სამხედრო ბაზებისა და რაკეტებისა, ხო? და სწორედ ამიტომ არ ჩადეს ინვესტიციები საქართველოში, რომ იცოდნენ არასდროს რუსეთი ამერიკელებს არ მისცემდა იმის საშუალებას, რომ საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზები აშენებული იყო და შესაბამისად ინვესტიციების ჩადებასაც ვერ რისკავდნენ და ვერ ბედავდნენ ამერიკელები და ჩვენ ყოველთვის ჭირდებოდით როგორც რაღაცა სათამაშო. ეს არის სამწუხარო რეალობა, რაც არის.
რაც შეეხება ჩინეთს, მას შემდეგ რაც აი ამ პორტთან ხელშეკრულება გაფორმდა ამ პორტის აშენებასთან დაკავშირებით და ერთმანეთს პარტნიორი სახელმწიფოები და მეგობრები უწოდეთ, მეორე დღიდან გააუქმა ჩინეთმა და უვიზო მიმოსვლა გვაქვს დღეს ჩინეთთან, ხო, გაგვიუქმეს ვიზები და შეგვიძლია ჩვეულებრივად უვიზოთ ჩავიდეთ ამ ქვეყანაში. სწორედ ეს არის მეგობრული ნაბიჯი და თანასწორი პარტნიორობა და ურთიერთობა და არა ის, როგორც ამერიკელები დღემდე გვექცევიან, ხო, თითქმის რომ გველაპარაკებიან და კიდევ ერთხელ გავემეორებ, ყველაზე ძვირფასი შესწირა საქართველომ ამერიკის კაცთან მეგობრობას, მაგრამ ვერ დაინახა ამ ქვეყანამ მაინც ვერაფერი და მაინც როგორც რაღაცა ვიღაცა მეათე და მეასე ხარისხოვან ქვეყანას და ერთს ისე გვიყურებენ. რაც შეეხება ამერიკის სიძლიერეს და დიადობას, ხო, ნაციონალური მოძრაობა ყოველთვის ცდილობდა, რომ ჩვენ ქართველები დავერწმუნებინეთ იმაში, რომ ამერიკის იქით არაფერი არ არსებობს, ამერიკელები არიან ყოველთვის ყველაფერში მართლები, ყველაზე უფრო მაგრები, ყველაზე უფრო კეთილები, ყველაზე უფრო შეუცდომელი ადამიანები და რომ მთელი სამყარო ამერიკის გარშემო ტრიალებს და ასევე ნაცები გვარწმუნებდნენ ყოველთვის იმაში, რომ ჩვენ ქართველები ვიყავით მაჩანჩალაერი, რომ ჩვენ არაფერი არ შეგვეძლო, ჩვენ არც სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია, ჩვენ არც ძლიერი საზოგადოების აშენება შეგვიძლია და არც ტოლერანტობა არ შეგვიძლია და ამერიკისგან უნდა თურმე გვესწავლა ყველაფერი. მაშინ როცა ამერიკაზე მილიონჯერ და რა ვიცი 100ჯერ კიდე მილიონი რო გავამრავლოთ, აი მაგდენჯერ უფრო დიდი სახელმწიფოებრიობის ისტორია გვაქვს და არ ვიცი ჩვენზე უფრო ტოლერანტიერი ამ სამყაროში ან იქნება კიდე ვინმე და ან არა, ხო? ყოველთვის საქართველოში რაც რა ვიცი არსებობს ეს ქვეყანა, ყოველთვის გვერდ-გვერდ ცხოვრობდით სხვადასხვა კონფესიის და ერის და აბსოლუტობის წარმომადგენელი ადამიანები და არავის არასდროს არანაირი პრობლემა არ შექმნია. მაგრამ მიუხედავად ამისა, ხელოვნურად აი ესე თავს გვახვევდნენ რაღაცა სისულელებს, რომ თავიდან ბოლომდე ტვინი გამოერეცხათ ქართველებისთვის ისე, რომ ყველანაირად ყოფილიყავით შემყურე და დამოკიდებული ამერიკის სახელმწიფოზე. რა თქმა უნდა, ეს 30 წელიწადი და უფრო მეტიც, რომელიც შევწირეთ და შევალიეთ ამ რაღაცა შეპირებებს, რომ თურმე ოდესღაც ჩვენ გავხდებოდით ნატოს წევრი და რომ აი ამერიკა ჩვენი მეგობარია და ჩვენი პარტნიორია და ამერიკისთვის უნდა ყველაფერი გავიყოთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ეს ყველაფერი მე პირადად ყოველთვის ვიცოდი, რომ ფარსი იყო და ტყუილი და სისულელე და დღეს ეს ყველაფერი ნაცლად ჩანს უკვე, რომ მართლაც ასია და აი ვისაც იმის იმედი აქვს, რომ ამერიკელები რამე სიკეთეს მოუტანენ საქართველოს, არ ვიცი ამ ადამიანებს მოუწოდებდი, რომ დააკვირდნენ და კარგად შეისწავლონ ამერიკის სახელმწიფო და მათი ისტორია და დამოკიდებულებები სხვადასხვა ქვეყნებთან და იქიდან მერე მიხვდებიან თუ რანაირი მეგობრობაც იცის ამერიკამ მით უმეტეს ჩვენდაი პატარა სახელმწიფოებთან. ეს არის რისი თქმაც მინდოდა პრემიერ კობახიძის წერილთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ მივესალმები ამ წერილს და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ წერილის მოსმენის და აკითხვის და შინაარსის გააზრების შემდეგ თავი ვიგრძენი ამაყად და ვიგრძენი ის, რომ ვარ ღირსეული სახელმწიფოს მოქალაქე და არა ვიღაცა მეათასე ხარისხოვანი ქვეყნის მოქალაქე, რომელიც იხვეწება ვასალობას. და კიდევ ერთი უნდა თქვა აქვე. ძალიან კარგად გვახსოვს, რომ
ამერიკელები სააკაშვილს ეძახდნენ დემოკრატიის შუქურას და რომ თითქოს სააკაშვილი იყო ამ რეგიონში ერთადერთი დემოკრატი და ამომავალი ზედა ყველაფერი დემოკრატიის და პარალელურად ამისა ძალიან კარგად გვახსოვს ქართველებს თუ რასაც წარმოადგენდა სააკაშვილი და მისი ხელისუფლება და ამას იმიტომ ვიძახი რომ კარგად გავიაზროთ ყველა ამერიკელების თვალით დანახული დემოკრატია რას ნიშნავს და რაც არის და დღეს მართლა როცა დემოკრატიაა ამ ქვეყანაში ვიღაცები დასავლელი პოლიტიკოსები ამას ეძახიან დიქტატურას და რაღაცა რეჟიმს და მართლა როცა რეჟიმი იყო და დიქტატურა იყო და ხალხს ქუჩებში ხოცავდნენ და ციხეებში აწამებდნენ და აუპატიურებდნენ კაცებს ამ ყველაფერს ამერიკელები ეძახდნენ დემოკრატიას და ამ ყველაფერი უბედურების შემოქმედს დემოკრატიის შუქურას. აი ეს არის ამერიკის ნამდვილი სახე და მადლობა ღმერთს კიდევ ერთხელ რომ ჩვენ დღეს ყავს ისეთი ხელისუფლება რომელმაც დროულად გადაწყვიტა რომ გაარკვიოს ბოლოს და ბოლოს ურთიერთობები ამერიკასთან და კიდევ ბევრ წელიწადს არ დავკარგავთ ამ რაღაცა ვითომ მეგობრობაში და ამ რაღაცა აუსრულებელი დაპირებების ოცნებაში და დევნაში. ეს არის რის თქმაც მინდოდა პრემიერ კობახიძის წერილთან დაკავშირებით.